სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ, ცოტა არასასიამოვნო თემაა, სიკვდილის შესახებ, გარდაცვალების შესახებ, მაგრამ არავინ არ დარჩებით აქ, ყველა გარდავიცვლებით. და წმინდა ტიხონ ზადონელი სიკვდილის შესახებ. მეგობრებო, სიკვდილს შეუძლია ცოდვილში სინანული აღძრას. ის ჩვენთვის ნაცნობიცა და უცნობიც, ხო? ეხლა ნაცნობია, რადგან ყველა გარდავიცვლებით, ხო? ყველა მოგვდებით. უცნობია, რადგან არ ვიცით როდის, როგორ, სად გარდავიცვლებით. რაც მეც ცხოვრობთ, ხო, მით ილევა ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, ხო? გვიმცირდება სიცოცხლის დღეები და უახლოვდებით სიკვდილს. დღეს უფრო ახლო ვართ მასთან ვიდრე გუშინ. ამ საათს უფრო მივუახლოვდებით. წინასწარ შედარებით, ხო, სიკვდილი ყველას უხილავად დასდევს, მეგობრებო, და მაშინ მიყავს კაცი, როცა არ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, ხო, განსაკუთრებით ჯანმრთელი და ძლიერი ასე უცნებობს, ხო, კიდე ვიცოცხლებ, ხო, ჯერ არ ჩანს ჩემი აღსასრული და ესე იგი ეს ლოგიკა ადამიანური ფიქრობს, რომ ესე იგი მე არა, მე ჯერ არა, ის კი შეიძლება ის თაბერდა ის მე არა ჯერ სადაც ჩემი გარდაცვალება, მაგრამ არავინ არაფერი არ ვიცით, ხო? ჩუ არ ეწერია ყველას, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ, ის ფიქრობს, რომ კიდე ვიცოცხლებ, ხო, ჯერ არ ჩანს ჩემი აღსასრული, დავაგროვებ და გავძღებით, აგროვილი სიკეთეებით, სიმდიდრით, ხო, სიამოვნებებით, ხო, და მაგრამ მოულოდნელად თავს ესმის სიკვდილი და მისი ყველა ოცნება და ჩანაფიქრი იღუპება. წმინდა ტიხონ ზადონელი ამბობს. ის, ვინც ხანგრძლივ ცხოვრებაზე ოცნებობდა, მალე კვდება. ის, ვისაც დაგროვება და გამდიდრება სურდა, ტოვებს წუთიფსოფელსაც და თავის სხეულსაც. ასე უცნობია ჩვენთვის აღსასრული, ჩემო მეგობრებო, ხო? კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენზე ზრუნვით დაგვიფარა, გესმით, დაგვიფარა ჩვენი აღსასრული ჟამი, რატომ? რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მისთვის და ჭეშმარიტი სინანულით ვიცხოვროთ, აღსარებით და სინანულით. ადამიანი, რითაც გავა ამ სოფლიდან, იმითვე გამოცხადდება ქრისტეს სამჟავროზე და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არაერთხელ საუბრობდით არაზე ვიდეოში უბრალოდ, რომ ადამიანს ჯერ კიდევ სული ხორცში არის, გვაქვს დრო, რომ მოვინანიოთ, სინანული კონდეს, თორე შემდეგ რომ გარდავიცვლებით, უკვე სული გავა, ესე ვთქვათ, ხორცისგან, მარტო დარჩება, მას არ ექნება, ესე იგი სინანული, მას არ შეიძლება, რომ ესე იგი კონდეს სინანული და ვერ ექნება. რატომ? რატომ არ შეუძლია მას, ესე იგი აკეთოს კეთილი საქმეები, ესე იგი იტიროს, იგლოვოს, აღსარება ჩააბაროს, კონდეს სინანული, როგორიც არ უნდა სინანული კონდეს, გულწრფელი თუ არის ყველაზე გულწრფელი, ხო? არ შეუძლია. რატომ? მოდით ასე ვთქვათ მარტივ ენაზე, იმიტომ რომ მას სულს არ ექნება ის ინსტრუმენტი, ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი არის ხორცი და სული ხორცი იქნება ცალკე. ამიტომ არ შეუძლია გარდაცვლილა, ესე იგი ადამიანს, მარტო სულს, რომ ესე იგი მას კონდეს სინანული. ამიტომ სანამ დრო არის, სანამ ესე იგი ვცხოვრობთ, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ყველა, გაცხოვროთ ყველა და გაცხონოთ, მაგრამ თქვენ ხედავთ, მეგობრებო, ჩემზე კარგად როგორ მიდის წლები, გადის როგორც თვეები გადის როგორც კვირა 2-3 კვირა და კვირა დღეები, დღეებზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, ლაპარაკი ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ როგორ ხამდება, ესე იგი თენდება, საერთოდ
ვერ ხვდები და ისე გადის, გადის თუ ესე იგი დაფრინავს თუ არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, ხო, ისე სწრაფად გადის დრო. ამიტომ ხშირად ვაბაროთ, წავიდეთ აღსარებაზე, მეგობრებო, ვაბაროთ, ესე იგი ჩავაბაროთ აღსარება, ვეზიაროთ, რაც შეიძლება ხშირად. ცოდვილებო, ყურადღებით დავუფიქრდეთ, აგზელებს წმინდა ტიხონს დადონელი, დავუფიქრდეთ ამ სიტყვას და მოვინანიოთ, რომ იმ ქვეყნად ცოდვებით არ წავიდეთ და ღვთის სამსჯავროზე ასე არ გამოვცხადდეთ. ხო, ყველაზე ის კი არ არის გარდაცვლილება, ხო? საშიში. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ადამიანები ვარ და სუსტები ვარ, თან ლოგიკურიცაა, ბუნებრივია, ჩვენ ახლა გვეშინია, ხო, ყველას გარდაცვალება სიგრძის, მაგრამ უფრო დიდი საშიში, ესე თქვა, საშიში კი არა, ხო, აი, უფრო უნდა გეშინოდეს შენ ადამიანი, რომ შეხვდები იმას, ქრისტეს წინაშე წარსდგები, წარმოიდგინეთ. და რომ წარვდგებით, რას წავიღებთ აქედან, ხო? რას წავიღებთ? დოლარებს და ევროებს ვერ წაიღებთ, ვერც ოქროს და ვერცხლს. წავიღებთ ჩვენი აი იმას, რომ გაუკეთეს სიკეთე, აი იმას, რომ დაალევინე წყალი, იმას, რომ გაიღე მოწყალება, საჭმელი მიეცი, თახით მცირედი დაეხმარე, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი მიეცი, გაუკეთე სიკეთე, ანუგეშე, კეთილი სიტყვა, ჩვენ ხშირად ლაპარაკობთ, შეიძლება არ გქონდეს ადამიანს დღეს იმდენი ფინანსები, რომ დაეხმაროს, თუმცა გული თუ აქვს მცირედი მაინც დაეხმარება და ზუსტად აი მცირედის რომ დაეხმარები, ზუსტად ამას შეგიწირავს შენ უფალი. და არა იმას რომ გაგეს იგი მილიონი და იქ გაისვრი რა, რა, ესე იგი რამოდენიმე თახა რა. მაგრამ თუმცა ზოგი ამასაც ვერ თუ არ აკეთებს. ამიტომ იმას წავიღებთ ჩვენ რაც გავაკეთეთ აქ სიკეთე, მეგობრებო, ადამიანი შიშველი ტიტველი დავიბადეთ ჩვენ და შიშველი წავალთ აქედან. აქედან ვერაფერს ვერ წავიღებთ. გარდა ჩვენი სიკეთისა და რაც ჩვენ დავთესეთ. შემდეგ ანუ გვახსოვდეს ეს და ნუ სინანულზეა, ხო, გამოვიღვიძოთ, გვახსოვდეს სიკვდილი და ესე იგი გამოვსწორდეთ, ხო, აღსასრულისთვის მოვემზადოთ და ნეტარებით აღვესრულოთ. ხა აქ წერია რომ აი გამოვიღვიძოთ და გვახსოვდეს სიკვდილი, აი გვახსოვდეს სიკვდილზე ახსენდება ერთ-ერთი რომის პაპი იყო, ეხლა საუკუნეში და სახელი არ მახსოვს, მაგრამ ეს ნამდვილი ამბავი არის და მან ესე იგი აი სიკვდილი რომ ახსოვდეს ყოველთვის და შიში კონდეს რომ წარდგება ღვთის წინაშე, რომ გარდაიცვლება და ეს რომ ახსოვდეს ყოველთვის, მან ეს რაღაცა ბრძანა რომ ესე იგი დამიზადეთო კუბო და რაღაც ყოველ დღესასწაულზეო წელიწადში ორჯერ თუ ერთხელ ესე იგი აუცილებლად მომიტანეთო ეს კუბო რომ დავხედო და ესე იგი ანუ აღზრაო და რომ ახსოვდესო ეს ესე იგი სიკვდილის შიში რომ მქონდესო რა, იმიტომ რომ სიკვდილის შიში ასოცირდება, რა თქმა უნდა, ქრისტეს და რომ ქრისტეს წარდგები ქრისტეს წინაშე, ხო, საშინელ სამსჯავროზე. ნეტარ არიან ბოდიში წამით ხო, ანუ ნახეთ საწყალო ესე აგზელებს ახლა წმინდანი, საწყალო ცოდვილებო, რატომ გძინავს ეს ეშმაკი გვპარავს ქურდივით ჩვენს ცხოვრებას. ჩავიბეჭდოთ მეხსიერებაში ის ჟამი და მზად ვიყოთ. მას შემდგომ კაცი ან საუკუნოდ ინატრებს, ანუ ან საუკუნოდ დაიტანჯება, ხო? ინეტარებს უკაცრავად. საუკუნოდ ინეტარებს, ხო, ნეტარება ღვთისთან, ღმერთთან ერთად, ან საუკუნოდ ესე იგი დაიტანჯება. ანუ აქ ყველასთვის იხსნება მარადისობის კარი, მეგობრებო, და წავა კაცი ან სამუდამო ნეტარებაში, ან სამუდამო სატანჯველში, ხო? ანუ დღეს მე შემიძლია, სანამ აი აქ ვარ, ესე იგი სანამ სული ხორჩია, ხო, მე შემიძლია ავირჩიო. ნახეთ, მარტივია. ჩემი ნება თავისუფალი ვარ მე. ღმერთმა ყველას მოგცა ეს თავისუფლების არჩევნის ესე იგი ნება. მე მინდა ნახეთ, აი როგორი მარტივია, ხო?
არ უნდა ამას ბევრი ფილოსოფია და რაღაც ფიქრები და რაღაცები, არა, მარტივი არის 2x2 4, ხო? როგორც მამაო ჩვენოში, ხო? თუ გინდა რომ მოგიტევოს შენ ღმერთმა, მიუტევე შენც. თუ არა და არ შენ არ მოგიტევებს უფალი. ხო მარტივია. ასე არის აქაც. ნახეთ, მე ხლა მინდა, აი ხლა ხო ვზივა. ჩემი ნება, ახლა მარტივად საუბრობ უბრალო ენით, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ ასე არის საჭირო რომ ადამიანს რომ კარგად გაიგოს და არა რაღაც მაღალ ფარდოვანი სიტყვები და რაღაც იქ ლიტერალ გასაგებია, ხო? მაგრამ ჩვენ გული გვინდა, ჩვენ კი არა და უფალს გული ჭირდება, უფალი გულს უყურებს. ამიტომ მარტივად უბრალოდ გასაგებენად საუბრობ, ხო? აი ხლა მე ხო ვზივარ. მე მინდა ავდგები, ხა წავალ ეგ მარცხნივ, მე მომინდება, წავალ მარჯვნივ. მე მომინდება ავირჩევ სიბნელეს, მე მოვიდება ავირჩევ სინათლეს. მაგრამ ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა, ჩვენი ესე ვთქვათ არჩევანი არის. მე მინდა სინათლე და ეშმაკი გასაგებია, ხო? და მეგობრებო, ავირჩიოთ ღმერთი. ავირჩიოთ ღმერთი არა ბაგეებით, არა სიტყვებით, არამედ საქმით გავაკეთოთ. გახსოვთ იოანე წმინდა წერილში როგორ ბრძანებს, ხო? საქმე, უკაცრავად რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ხო და აი ასე თუ ვისაუბრეთ, მოусმეთ სახარებას, ესე იგი ვეზიარებით, ახსარება ჩავაბარებთ, კარგია, რა თქმა უნდა, ეს დიდესი საქმეა, ვერ გადარჩება ადამიანი ზიარების გარეშე, მაგრამ რა აზრი აქვს თუ ჩვენ, ესე იგი, ცხოვრობთ ისე, როგორც არ აღვთ სათნო. ქრისტეს თუ არ გაუხარდება, ესე იგი ქრისტეს თუ დავარღოთ ჩვენ, ესე იგი მის ცნებებს, ყოველ შემთხვევაში არ ვეცდებით რომ გამოვასწოროთ და თუ არ ვიქნებით მისი ერთგულები, აბა ეს რა თუნდა ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, გარეგნული ვის არავის არ ჭირდება, არავის არ ჭირდება გულისხმობ. ხლა გან არის ასე არიქცეოდნენ ფარისევრები, მათ ჰქონდათ აი ეს გარეგნული ქონდათ ყველაფერი და გახსოვთ ქრისტეს საშინელი სიტყვები, ხა ციტირებას ვერ მოვხდენ, მაგრამ აზრი არის ხო, როგორც რა საშინელი სიტყვა და პირდაპირია, როგორ ეუბნება ჩვენი უფალი იესო ქრისტე, თქვენო, ესე იგი გარედან ხართო ლამაზებიო, ხო, მაგრამ შიგნით რა ვარ ჩვენ? აი ამაშია საქმე და ჩვენ უნდა ყოველთვის სწრაფა უნდა გქონდეს ქრისტეს მიმართ და ჩვენს საწინააღმდეგოდ ყოველთვის წავიდეთ. ყოველთვის როგორ ახლა როცა გძნობთ რომ გინდა ჩავიდინოთ ესე თუ ის ცოდვა. და ვებრძოლოთ. მე ყოველთვის ხშირად ვამბობ ხოლმე როგორც იოანე ოქროპირი ამბობს რომ მოდი და ასე თქვა ღმერთს ისე არაფერი არ ეზიზღება, ეზიზღება გასაგებია ხო წყალებში ხა ღმერთს არაფერი არ ეზიზღება და ეს ასე თქვა იმდენად ის რომ ჩვენ ესე იგი ვცოდავთო, ჩვენ რო ვცოდავ, ღმერთი გპატიებს ამას. მაგრამ ღმერთი უფრო იმაგითო ბრაზდება, უფრო რომ ჩვენ არც კი ვცდილობთ რომ გამოვსწორდეთ. აი ამაშია მეგობრებო საქმე. აბა დავფიქრდეთ თითოეული თქვენთაგანი ხა ვიც მე მისმენს, ხო? მე თქვენს გეუბნებით, ჩემ თავსაც ვეუბნები, რა თქმა უნდა, რომ ვეწინააღმდეგები მე კი უცოდვას. აბა დავფიქრდეთ, გვინდა ეს ჩვენ? არა, ჩვენ ხო არ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ არ შეგვიძლია ვილოცოთ. შევთხოვოთ უფალს. აქვე გამეორდები, არ უნდა ეს რაღაც დიდი საქმე და ესე იგი 5 საათიანი ესე იგი არა, უბრალო სიტყვები თხოვე, გულიდან გამომდინარე. ის ხომ შენთან არის გისმენს და უთხარი უფალო, აი არ შემიძლია მე რომ ესე იგი აი ეს არ გავაკეთო. ესე იგი არ შემიძლია რომ ესე იგი იქ არ წავიდე, არ შემიძლია რომ ეს არ გავაკეთო, არ შემიძლია რომ ეს სიგარეტი იქნება, არავის ნებისმიერი რა. დამეხმარე უფალო, მომეცი ძალა, მომეცი გევედრები. აი არ შემიძლია მე ამას კეთება და შენ გთხოვ, მე უსუსური ვარ, მე სუსტი ვარ და მომეცი ძალა, ქრისტე ღმერთო, მომეცი ძალა. აი თქვით ასე ილოცეთ გულით და ნახავთ მე რა შედეგიც იქნება. თხოვეთ თელი გულით. აი ყოველთვის მახსენდება, აი წარმოვიდგინეთ რომ აი ადამიანი მიდის ესე იგი სამსახურში უფროსთან რომ ესე იგი რას და თხოვოს იქ აი პრემია ჩამერიცხე ან რაღაც 2 თვის პრემია ჩამერიცხე ან
კიდევ აი შობულება აქვს აღებული უკვე აღარ აქვს და მომეცი კიდე ერთი თვე ხო ან უფრო ეხა ეს პრიმიტიული რაღაც ბანალური მოიყვანე აზრი მაგრამ ნუ უფრო როდესაც წარმოგიდგენთ ადამიანს როდესაც თხოვ რაღაც ან მინისტრთან შედიხარ ან შედიხარ პრეზიდენტთან ან მეფესთან შედიხარ რა ვიცი ესპანეთში ან ინგლისში ბრიტანეთში და რაღაცა გინდა თხოვო ისეთი აი ასე უნდა თხოვო უფალს ანუ ამაში გულისხმობ რომ ბუნებრივი უნდა იყო ანუ გულით უნდა უთხრა თხოვო და დაინახავთ მე მეგობრებო შედეგს ამიტომ კიდევ ერთხელ მეგობრებო სანამ დრო გვაქვს სანამ კიდევ ესე იგი სული ხორცში არის რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ აღსარება ვეზიაროთ და ვიყოთ თავდაბლები გქონდეს სინანული გვიყვარდეს ერთმანეთი არა მარტო ჩვენი ოჯახის წევრები ყველა უნდა გვიყვარდეს მეგობრებო შესლების დაგვარად და ღმერთმა გაგაძლიეროთ დაგლოცოთ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და ახალ წელს ღმერთმა ყველას მოგცეს უფრო მეტი რწმენა მეტი სინანული მეტი სიყვარული მეტი კეთილი საქმეების კეთებაში რომ დაგვეხმაროს და ვიაროთ ყოველ შაბათ-კვირას წირვალოცვაზე მეგობრებო და რაც ყველაზე მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი მიუტევოთ ერთმანეთს დამიჯერებთ მოიგებთ ყოველთვის მოიგებთ და ყველაზე დიდი ეს დავრჩეთ და ვიყოთ ერთგულნი ქრისტეს მიმართ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ მადლობა ქრისტეს და მადლობა თქვენ ყველაფრისათვის გაიხარეთ